ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებთ ჩვენ გასაცდელსა არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან დაფუძნენ ესენი მაღალმან ღმერთი მიშორის და იგი არა შეიძრას უკუნითი უკუნისამდე და შეეწიოს მას დღითი დღემდე ჯვარ დავსახოთ ხელი თავისათა დაძისათა დაძისათა ამინ ამინ ოთხეს წყალე სახელი თავისათა დაძისათა დაძისათა გუთის გუძის სახელი თავისათა ასტავარად სტავკონტიმს დაფუძნენ ესენი მაღალმან ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას უკუნითი უკუნისამდე და შეეწიოს მას დღითი დღემდე სახელი ეს კი მე რა ჩააყოლონ, როცა ჩაასხავენ ბეტონს. მე რა ჩააყოლენ. აუსო საზერკოში უნდა იყოს. დაფუძნენ ესენი მაღალმან ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას უკუნითი უკუნისამდე და შეეწიოს მას დღითი დღემდე სახელით ამისადეთ ეს. დაფუძნენ ესენი მაღალმან ღმერთი მის შორის
და იგი არა შეიძრას უკუნითი უკუნისამდე და შეეწიოს მას დღითი დღემდე სახელით ამსადეგეს ამინ წყალი მომზადეთ ხილების პატიოსნისა და ცხოველს ყოფილისა და ყოვლად უხსნელისა ჯვარისა მიერ შემუსრად ეშმაკთა და ყოველთა მანქანებათა მისთა და დაიცევ ადგილი ესე და სახლი ესე და რომელიცა შემოკრებულ არიან ამაშინა მკვიდრნი ერნი სულნი ამათნი ღირსყვენ კეთილსა ცხოვრებასა მეოხებითა ყოვლა დიდებულისა დედოფ მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ქრისტეს მიერ საყვარელო შვილებო დღეს არის სიხარულის დღე დღეს არის კურთხევის დღე დღეს უფალმა ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ინება რომ კიდე ერთი ტაძრის საფუძველი კურთხეულიყო აი ამ ადგილას რომელიც უკვე არის წმინდა ადგილი წმინდა და კურთხეული ადგილი და ეს ადგილი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ადგილი ჩვენ გუშინაც ქონდა ლიტურგია წმინდა ლიტურგია წმინდა წირვა და სწორედ რომ ღვთისმშობლის შობის სახელზე იყო ეს ლიტურგია, იმიტომ რომ გუშინ იყო ხსენება, სწორედ ღვთისმშობლის შობისა. და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღეს აღმოჩნდა, რომ არის გაგრძელება აი ამ დიდი და კურთხეული დღესასწაულისა. ეს ერთი იყო წალკაში და მეორე არის აი ამ მშვენიერ სოფელში, რომელსაც ქვია მენქალისი, ხო? ეს სახელი ჩვენებური სახელია თუ უნდა გადაარქვა? ეტიმოლოგია ვერ გავაცნობიერეთ ჯერ მე უფეო და ვაპირებთ ამის ისტორიული წყაროებში მოძიებას. აქაც თქვენი შეწევნა და ისტორიული გამოცდილება გვინდა გამოვიყენოთ თუ რა წყაროები მეტყველებს ამის მენქალისობას. თუ არა და სხვა მხრივ აქ ითქვა ქართული დაბოლოებაა და რაღაც წინა ნაწილი რაღაც არ გავს. ასე რომ ერთი არის გუშინ ლიტურგია ქონდა ერთ ბოლოში ჩვენ ეპარქიისა და შეიძლება ითქვას არის მეორე ბოლო. ასე რომ შეიძლება ვთქვათ რომ ღვთისმშობელი არის მფარველი, მეოხი არის ჩვენი ეპარქიისა და განსაკუთრებით უკვე სოფელ მენქალისისა. მე მინდა დაულოცო და ვაკურთხო აქაური ხალხი, აქაური ერი და ეს ქონდა ახლა ამ წუთას რომ ლოცულობდით, იქ იყო ლოცვა ღვთისმიერი, რომელიც ამბობს რომ აი ლოცულობთ და ვილოცეთ აი ამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ჩვენი სიხარული არის ძალზე დიდი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ქართული მიწა-წყალია, საქართველოა, მაგრამ აი ამ ჩვენი წარსულის გამო, ლეკიანობის გამო, სხვადასხვა ვითარების გამო ჩვენი ასეთი მშვენიერი, ბაღნარი და სამოთხე ნამდვილი ზოგჯერ გადადიოდა უცხოელების ხელში, მაგრამ თუ ჩვენი მოქალაქეები არიან, მაინც უცხოები არ არიან, მაინც ჩვენი ხალხია. მაგრამ მიხარია, რომ დღეს აი აქ ხართ თქვენ, მინდა რომ დაგლოცოთ, გაკურთხოთ, შევთხო უფალს თქვენი შვილიერება, თქვენი ნაყოფიერება. ჩვენი უწმინდესი პატრიარქი მუდამ ამბობს და ჩვენს გვავალებს, რომ გადმოგცეთ, რომ ყველაზე მთავარი სიტყვა, რომელიც უნდა ვთქვათ ჩვენ ხალხის წინაშესა, გამრავლება. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა უთხრა, გამრავლება, სიმრავლე, ეს არის აუცილებელი, უნდა გამრავლდეთ და ვიყოთ პატრონი აი ამ ქვეყნისა, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრონი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა. თქვენ იცით, რომ ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერია, ანუ ეს ქვეყანა, მთელი საქართველო ივერიის ქვეყანაა, წილხვედრი ქვეყანა არის. და ეს ერი უნდა არსებობდეს და არსებობისთვის მოგცა უფალმა ეს 64 აი გაიხედე. დედამიწაზე ვერ ნახავ მე ახლა ჩამოვედი, არა დიდი ხანი უცხოეთიდან. ასეთ ადგილი არ არსებობს დედამიწაზე. ესაა 64.
გვაჩუქა უფალმა და ამბობს ერთ სიტყვას პატრიარქის პირით გამრავლდით გაგურთხოთ უფალმა გაგურთხოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და გაგამრავლოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სახელითა მამისათა დაძისათა დაწმინდისა სულისათა ამენ ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგურთხოთ ღმერთმა მშვიდობა სიხავრილი მოგანიჭოთ და ღმერთმა ენებას რომ აი მოვიდე მე და კიდევ აგურთხო თქვენი ტაძარი რომ ეს ჩქარა მოხდეს სახელითა მამისათა დაძისათა დაწმინდისა სულისათა ამინ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ახლა მოვზანდით ჯვარზე ვემთხვიოთ რათა დაგლისო აბა რათა დაგლისო რათა დაგლისო კი აი რა მოლე ჯვარზე ჯვარსა მოვზანდით გაღანისე მეუფეო დაწმინდასა ავდგომასა შენსა ეს არის მამა მადონი გიორგისა. გიორგი არის კითორიანობისა. ო, გიორგია. ჩვენები მამა პაპანი ჩამოსახლდნენ 1914 წელს. ბარათაშვილიდან იყიდეს ეს ადგილი. სახლი არსებობდა. ეს კი საბარათო და საორბელიანო იყო. ხო, ძველი ისტორიული ადგილი ის. ნიშიც არის, იქიდან ჯავახეთიდან რო წამოვიდეს, ხო, მიიწვა და პატარა ნიშია ეკლესიის. მელქიძეების. ეხლა ჩემაშვილო მოინდომა და საგვარეულო. ცენტრალურმა არქივმა გააკეთა ამონაწერი, საარქივო ამონაწერი და ოფიციალური დოკუმენტი აქვს ხელზე, რომ 1914 წელს თბილისის ნოტარიუსმა ალექსანდრე ბარათაშვილთან ყოფილა ასეთი პირი, ისტორიისთვის ნაკლებ ცნობილია. ალექსანდრე ბარათაშვილმა ერთის მხრივ გააფორმა სანოტარო ისა დოკუმენტი და მეორეს მხრივ იყო მელიქიძეების წარმომადგენელი 3. და აი ამ სამთან გააფორმა რამდენი ჰექტარ მიწას ყიდდა და რა თანხაზე იქ ოქროს ფულია მოხსენიებული და პარტია მოხსენიებული მიწისა რა მიწას ყიდველობაც შედგა და ეს დოკუმენტი 1914-ში გაიცა, მერე მოგეხსენებათ, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არ შეიცვალა დამოკიდებულება აქაურობის მიმართ. ისტორიული საფლავებია, ძველი ქართული საფლავებია, ამათი ნაშიერისა და ესენი არიან უკვე მეოთხე თაობა. აი გიორგი, ვინც ახლა ქტიტორია ამ მშენებლობისა, არის მეოთხე თაობა იმ მელიქიძეებისა, რომლებმაც იყიდეს და ჩამოვიდნენ. ჩემი ერთი ძმა. მადლია. რო დადგა ბატონო გიორგი, რო დადგა საკითხი, რომ ვისი აშენებული იყო, ეხლა სიწმინდეები მთელი სპექტრია საქართველოში და უამრავი ვისი სახელობაზე აშენებული იყო. აქ იყო ნიში, დაბლა არის, აქედან 50 მეტრში არის ღვთისმშობლის სახელობის ნიში. და სულ აი ამ ნიშთან როცა ამოვდიოდით სალოცავად და როცა სამთელს ვანთებდითო, სულ იმას ვფიქრობდით, რომ ნიშია და აი მხოლოდ ნიშია და ნეტა შევძლოთ ტაძარი დავდგათ და ღვთისმშობლის სახელზე იდგა ეს ნიში. და ტაძარი დავდგათ და ტაძარი დავდგათ და ფაქტიურად აი იმ ნიშის ძალისხმევა ახლა გაფართოებული და აი ამ ტაძარში სწორედ ის უნდა განსხეულდეს და თავისთავად სახელდებაც რაც იმ ნიშს ჰქონდა ღვთისმშობლისა, იგივე წამოა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი იქნება. ეს გუმბათიანი იქნება? ბაზილიკური ტიპისა იქნება, ხო, ბაზილიკური ტიპისა. ნახაზები არის, მე ჩვენ რო დავსხდებით მოგვეცემა საშუალება და თვითონის ნახაზებს უფრო პრიანი იქნება. ხო, და უყურებს პირდაპირ თეთრ წყაროს აქედან აღმოსავლეთით პირდაპირ იქით უყურებს. ეს გადაგებული საპატრიარქოს ის არის კომისია და ეს კი მამა ბესარიონის კომისია. ეს არის სამხრეთის მხრიდან, რომელიც აი თელ სიგრძეს იმასაშვება 11 მეტრი. სიმაღლე აქვს 7 მეტრი ნახევარი და აი ეს სიმაღლე რო დასრულდება 7 მეტრი ნახევარი, თვითონ დაბლიდან მთა ჩანს და მთას აგრძელებს 7 მეტრი ნახევარზე კიდევ აი ეს სიმაღლე და ისეთი ქვა და ის მთის ის რელიეფი ისეთ შესაბამისობაში იქნება, რომ თითქოს სრულდება უფლის სახლით ის მთის მწვერვალი. ადგილობრივი ქვა იქნება და ამ შესაბამისობაში იქნება. კიდევ ერთი კადრი გვაქვს, ესეც ნახაზში უკვე გაგებული კარით და სახურავის მომენტებია. აი აქ კი არის გაბარიტები მითითებული. და ეს სამუშაო ვარიანტია.
ეს ჩვენის მხრივ ყველა ხელშეწყობა კონდეს მე უთხარი უკვე საგვარეულო სხდომა გქონდა მელიქიძეთა საგვარეულო დარბაზს კი და საგვარეულო სხდომაზე გაკეთდა განცხადება და დაიწყო შეგროვება იმ შესაწირისა რომელიც აი ამ ტაძარს მოხმარდება გარდა ამისა გვინდა მონაწილეობა მიიღოს ყველამ და მას არ დაერქვას ერთი კაცის ერთი სოფლის და არც ერთი გვარის ეკლესია არამედ ყველას ეკლესია იყოს და ყველას კონდეს თვითოქვან დადებული და ყველა მიიღოს მონაწილეობა ძალიან გვინდა ეს საქმე რომ ასე წარიმართოს და როცა ძალიან გვინდა მაშინ უფლის შემწეობას მოდის თქვენ კარგად მოგეხსენებათ და სწორედ უფლის შემწეობის იმედი გვაქვს ამ საქმეში რომ ეს ასე იყოს მთავრდება სწორედ თითქოს ესეც მთა იქნება და დაასრულებს მთას ბაზილიკა ეხლა ვეკითხებოდი სოფლის სახელდებას მენკალისი რას ნიშნავს მენკალისი ან საიდან წამოვიდა ეს სიტყვა იქნებ რაღაცა ისტორიული წინაპირობა აქვს ამას მეთქი და ეხლა აქ რაღაცა ესე ზეპირ სიტყვიერებით ვერ იმას ავქენით და მე იქაც მინდა აბა იქ ისტორიულ წყაროებში და ისტორიის ინსტიტუტში შეიძლება გქონდეს რაიმე ხო არ გახსოვთ რამე მენკალისზე რო რამე იყოს ხო და ნახოთ აი კაჩოვკა ერქვა ადრე ხო ეს კაჩოვკაც ძველი რუსული სახელდება ხაბორები და ბეზები ეს რა თქმა უნდა არ არის ქართული სახელდება კაჩოვკა აშკარად იმათ მიერ სახელდებული დიდება მამასა და ზესა Dazvinadasa sulsa Azdamaradisadha ukuniti ukunisamde amin Skaliya მოიარეთ ევროპა კარგად ასეთი რაფერი ნახეთ აი სულ ვამბობთ იმას რომ ქართველებს დიდი პრობლემა გვაქვს ერთსულოვნებისა ერთობის ძალა გვაქვს დაკარგული და სწორედ ერთობის დეფიციტია და ხშირად ეს ფრთიანი ფრაზა ერი და ბერი ერთად უნდა იყოს მხოლოდ ფრაზად დარჩა და ხშირად ასე არ არის ხოლმე აი დღევანდელი ჩვენი ერთობა სწორედ გამოხატულებაა ამისა რამე თუ ერი და ბერი
ერის მხრიდან რაიონის ხელმძღვანელობაა წარმოდგენილი, როგორც გამგებელი, ისე საკრებულოს თავმჯდომარე და ერი და ბერი სწორედაც აი მეუფე წარმოადგენს სამღვდელოებას და სწორედ ამ ერთობის განსახიერებაა და ამ თას ახლა ღვთისმშობლის თა ეწოდა, ღვთისმშობლის სახელზე იკურთხა ეს ისა და ეს მთა ღვთისმშობლის მადლით უყურებს თეთრწყაროს რაიონს, თითოეულ ჩვენთაგანს და ჩვენი ერისა და ბერის აი ყოფნა კიდევ ერთი დიდი გაცხადება უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნებისა, ჩვენი ერთობისა, ჩვენი ერთად საქმიანობისა და ჩვენი ერთად მუშაკობისა. და ეს ტაძარიც გარკვეულწილად ჩვენი ერთად მუშაკობის შედეგი იქნება. ამინ. დიდი მადლობა სიტყვის ვერ ჩვენ უფლება. დიდი მადლობა მინდა გითხრათ. არ ვიახლოვლოთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოგზანებისთვის და ესეთი ერთობის გამოხატულებისთვის. აი დღეს მართლაც ერთობა იყო გამოხატული. ყოველთვის მეუფერო. ყოველთვის მეუფეს გვერდში ვდგევართ და შეგვიძლია იმითი. სამოთხეა. რა კარგი ქვეყანა არის. ეს უნდა დავასახლოთ როგორ. აი ჩვენც ამას ვფიქრობთ სწორედ. დასახლებას ვფიქრობთ თქვენ ბრძანეთ შვილიერებასთან დაკავშირებით და თუ ეს მომენტი არ იყო, მაშინ არც დასახლება გამოვა და არაფერი არ გამოვა. ძირითადად აქედან იწყება. მე ვფიქრობ ეხლა რომ აი ქალაქში რო ჭირს ამდენი უმუშავრობა და ის არის დაუმუშავებელი მიწებია გარშემო. გიორგი მეურნეობის დირექტორად არის დანიშნული აქ მეურნეობას ხელმძღვანელობს. და ვფიქრობთ რომ აი მეტი მუშახელი, მეტი ისეთი კაცი რომელიც დაუდგება მხარში იმუშავებს, მიწას გადააბრუნებს და თქვენ სწორი ბრძანეთ ეს ისეთი მადლიანი მიწაა რომ შეერს არ დაგტოვებს. თავარია რომ მიწასთან მივიდე და მიწა გადავაბრუნოთ და როცა შორიდან უყურებთ შესაბამისად იმ შორიდან ყურების მიწაც კარგია და ბუნებაც კარგია. მეტრიქით გამოვართ ახლა იყო წითელი მიწები მაგალითად. ეთყო არ იყო მოსავლიანი, მაგრამ ეს სხვა. აქამდე ნატალია გლახუსაშვილი ბერიძე დაიბადა 1990 და გადმოსახლი ჯავახეთიდან. გადმოსახლი ჯავახეთიდან. ნიდან სოფლიდან მელიქიძე მელიტონი ეს არის ჩემი დიდი პაპა მელიტონი ეთო განუსვენებს 19 წელში გარდაიცვალა ესაკი რაც ხოცოდა არ მახსოვდა მაგრამ ის გალამაზის დადახსენ სამოვალი შეწენებუთანი აცაგანუსვენე ქრისტე ღმერთო სულთა მითორე მუნთა მონახანახევათა ოდრა მარავის და უკუნითი შაკაევი მაკაევი ქართველები და განსხვავებული ძალიან არათოვები განსხვავებული თავრობა რუსული მთავრობა ყოველთვის ხელისუფლება რომ ქართველებიდან გასულიყო ხალხი ეს განსხვავებული რუსული კომუნისტური მთავრობა ავსებდა და არ უსებდა ამ ხალხს ქართველებს
უცვლიდა ეროვნებას, კულტურის წრეს უცვლიდა და აშორებდა ქართული ერისაგან. ახლა უნდა შევიკრიბოთ, გავთლიანდეთ, გავერთიანდეთ. Simave